კამპანია არა ნარკოტიკის ფარგლებში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ მინიფეხბურთში ტურნირი ჩაატარა. მასში საქართველოს მასშტაბით 10,000-მდე მონაწილე იყო ჩართული. ფინალში ერთმანეთს 10 რეგიონისა და დედაქალაქის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი კი თბილისურმა გუნდმა დაიკავა. ფინალური მატჩი ზურაბ გელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. პირველად მივიღე მონაწილეობა ამ ტურნირში არა ნარკოტიკს. ხობის კოლხეთის სახელით გამოვდიოდით. ფინალში დავმარცხეთ, მეორე ადგილი ავიღეთ, მაგრამ ძალიან ყვაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. სლოგანი არა ნარკოტიკს, ნარკომანიასთან ბრძოლას უჭერს მხარს, რა თქმა უნდა და ჩვენ ვეთანხმებით ამ სლოგანს და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ესეთ თამაშებში, მით უკეთესი იქნება. გამოვლინდა პირველი, მეორე, მესამე ადგილოსნები, პირველი ადგილი დაიკავა თბილისის გუნდმა. მე მინდა მივუოცო გამარჯვებულ გუნდებს ეს გამარჯვება ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო რომ არა ნარკოტიკის ფარგლებში გაერთიანებულიყო რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა